მიზანი საბოლოო ჯამში არის გაჩუმება, ყველას დადუმება. და ალბათ მოეწონებათ აი ასეთი გადაცემები. მოგესალმებით პირდაპირ ეთერშია ობიექტივი და მოდი გავჩუმდეთ ახლა, აბა. საუბარი დღევანდელ გადაცემაში მე დავიწყე საკანონმდებლო ცვლილებებით. ძალიან დამაფიქრებელია ეს ფრაზა, რომელიც წარმოდგენილ ცვლილებებში ჟღერს ყურის მომჭრელად, დაისჯება ადამიანი, თუ მისი ქმედებები მიმართული იქნება კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის აღქმის დამკვიდრებისკენ და 3 წლამდე პატიმრობა. ახლა მოდი დავფიქრდეთ და სხვა კუთხით დავსვათ შეკითხვა. განა კონსტიტუციური წყობილების გამაზიანებელი ფაქტორი არ არის და თავად არ აზიანებენ საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, როდესაც პრემიერი რეალურად პრემიერი არ არის ამ ქვეყანაში და პირველი პირი არ არის. პარლამენტის თავმჯდომარეც რეალურად არ არის. პარლამენტის თავმჯდომარე და გადაწყვეტილების მიმღები, ესე რომ დამოუკიდებლად რაღაცა გადაწყვეტილებას იღებდეს. ასევე მესამე პირი რეალურად არც პრეზიდენტი არ არის ამ ქვეყანაში. და ეს არ არის ექსტრემიზმი და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული პროცესი თვითონ, როდესაც რეალურად არც პირველი პირია პირველი პირი, არც მეორე პირველი პირი და არც მესამე კიდე. და ინსტიტუციებსაც რო გადავხედოთ ჩვენ, იქაც იგივე მდგომარეობას ვხედავთ. სად არის დამოუკიდებლობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, სად არის პარლამენტის დამოუკიდებლობა, რომელ კანონს იღებს პარლამენტი დამოუკიდებლად? ეს კანონები, რაც დღის წესრიგშია, ერთადერთ მიზანს ემსახურება საქართველოს აი ამ დღევანდელი ხელისუფლების და კონკრეტულად პარტია ქართული ოცნების ძალაუფლების განმტკიცებას. ის რომ ეს უზურპაცია შევიდეს კიდე სხვა ეშხში. ყველას გვესმის ჩვენ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი ოპონენტის წინააღმდეგ, რომელიც მაგალითად ღიად ამბობს, რომ საქართველოში არ იყო სამართლიანად სწორად და დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები და მეტიც არჩევნები გაყავდა, ეს არ შეიძლება რო თქვა თურმე. აი ეს ოქმები რო ატვირთეს 2020 წელი იყო თუ არ ვცდები, რო არ ჯამდებოდა ხმები და მე რო უცებ ჩამოხსნეს გვერდიდან და აჯამებდნენ მთელი საათები მოანდომეს ამას, სანამ ეს ამ ელექტრონულმა გაუმარტივა მე მანიპულაციები, მაგრამ მანამდე რო ატვირთეს დაუჯამებელი ოქმები 105 და 104 და 120 ხმა რო იყო, ეს რას ნიშნავდა ერთი? ეს ოქმები რაზე მიგვანიშნებდა ჩვენ? და არ შეიძლება თურმე არ უნდა თქვათ. არალეგიტიმური ეს არ უნდა ახსენოთ, როგორ თუ სისტემატურად ახსენეთ, 3 წლამდე ციხეა. და პარტია ქართულ ოცნებას თავისი თავი დიდი ხანია გაიგივებული ყავს კონსტიტუციასთან. ეს ასე არ არის, ეს ასე არ უნდა იყოს. კონსტიტუცია, პარტია, მაგრამ მათთვის სახელმწიფოა პარტია თვითონ. ნებისმიერი განსხვავებული აზრი შეიძლება კი არა იქცევა დევნის საბაბად.